საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ჩინეთშია დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრა და რამდენიმე მემორანდუმის ხელმოწერა. სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, რომელსაც საქართველოსთან უკვე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველად ჩავიდა. მთავრობის მეთაური ჩინეთს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე სტუმრობდა, მაშინ ის პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციაზე იყო. დღის ეს რიგშია შეხვედრები პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. აქცენტი სავაჭრო ურთიერთობებზე კეთდება, ჩინეთის შუადერეფნის გავლენიანი მოთამაშეა. ქართული დელეგაცია იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიასაც უნდა დაესწროს. გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი აქვს. ჩვენს ქვეყანას 40 კომპანია წარმოადგენს, რომლებიც საკუთარ პროდუქციას გამოფენენ. საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის კონტექსტში გამოფენაში მონაწილეობას ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მოამბე უკვე შანხაიშია, შალვა სუმბაძე გააშუქებს ვიზიტს. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უკვე შანხაიშია და ხვალიდან დაიწყება სამუშაო შეხვედრის ოფიციალური ნაწილი. ირაკლი კობახიძე საკუთარ კოლეგასთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, სადაც სავარაუდოდ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება და იმ ეკონომიკური კავშირების განვითარება, რომელიც დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებობს. ასევე დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს აქვთ ასევე უმაღლესი დონის შეხვედრები დაგეგმილი, სადაც გაფორმდება ორ ქვეყანას შორის მემორანდუმს ქართული მხარის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოაწერენ ხელს. ეს მემორანდუმებიც იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ არსებობს ორ ქვეყანას შორის მზაობა, რომ ურთიერთთანამშრომლობა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. ამავე დროს უკვე ცნობილია, რომ ჩინეთის მერვე საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ზოგადად საქართველო ამ გამოფენაზე იქნება საპატიო სტუმრის სტატუსით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯამში 3 პავილიონი იქნება გამოყოფილი, სადაც 40-მდე ქართული კომპანია წარმოადგენს ქართულ პროდუქტებს, ასევე წარადგენს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, რათა ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებითაც განვითარდეს პოტენციალი. ამ მიმართულებით არსებობს მზაობა, ასევე რომ განვითარდეს პირდაპირი ფრენები, მათ შორის ტურისტული ნაკადების გაზრდის თვალსაზრისით და სწორედ ამ სპეციალური სტუმრის სტატუსიდან და იმ მოწვევიდან გამომდინარე, რომელიც ირაკლი კობახიძემ მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერისგან, იქნება პირდაპირი მიმართვა დელეგაციის გამოფენის სტუმრებისადმი, რომლებიც 150 ქვეყნიდან არიან და მათი რაოდენობა დაახლოებით 200,000 საჭარბებს. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველა მიმართულებით თანამშრომლობა განვიხილოთ ჩინეთთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გლობალურ კონტექსტში, სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით როდესაც შუადერეფანზე ვსაუბრობთ, როდესაც აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, ჩინეთთან ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს თანამშრომლობას. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ხელი მოვაწეროთ არაერთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს ხელი, რომელიც ცალსახად ახალ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადაიყვანს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთა შორის ურთიერთობებს. ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის, მათ შორის ერთ-ერთი მემორანდუმიც ამყარებს აღნიშნულ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მემორანდუმებით, ისევე როგორც იმ შეხვედრებით, რომლებიც ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში გვექნება, უახლოეს მომავალში ხელშესახებ შედეგებს ვნახავთ. ჩინეთის იმპორტის მერვე საერთაშორისო გამოფენა 2018 წლიდან იმართება და აქ საქართველო ტრადიციულად არის ხოლმე სტუმრის სტატუსით მოწვეული, წელსაც არ არის გამონაკლისი და უკვე დაწყებულია სამზადისი და სამუშაოები, იშლება ქართული სტენდები, სადაც მაქსიმალურად იქნება წარმოჩენილი ქართული პროდუქტების პოტენციალი კომპანიებს, რომლებთა რიცხვიც 40 აღემატება ამ გამოფენაზე. შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ მყიდველებს, გაესაუბრონ, შესთავაზონ მათი პროდუქცია, რამაც რა თქმა უნდა წაახალისოს ჩინეთში გარკვეული პროდუქტების ექსპორტი და ბუნებრივია ეს უნდა აისახოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ასეთია მოლოდინები საორგანიზაციო ჯგუფის. ამ ეტაპზე, როგორც გითხარით, მიმდინარეობს ბოლო სამუშაოები, იქნება შეთავაზებული მყიდველებისთვის როგორც კონკრეტული პროდუქტები, ასევე სერვისები, რომელსაც საქართველო სთავაზობს მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ტურისტებს და მათ შორის ჩინეთიდან და აღსანიშნავია ასევე, რომ ჩინეთიდან ტურიზმის ნაკადი არის საქართველოში საკმაოდ მზარდი.
საქართველოს წარმოდგენილი ექნება მისი კულტურული ნაწილიც, კულინარიული ნაწილიც, ფოლკლორი და სხვადასხვა მიმართულებები, რითიც საქართველო პოზიციონირდება ამ გამოფენაზე. თვითონ გამოფენის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქართველი მეწარმეებისთვის. მეშვიდედ ტარდება აღნიშნული გამოფენა, საქართველო ყოველთვის იღებს მონაწილეობას. გამოფენაზე არ არიან, რო თქონა, მარტო ჩინელი კომპანიების შემსხიდველები, აქ თავს იყრის მსოფლიოს ყველა უდიდესი იმპორტიორი კომპანია და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასევე სოლიდურად ვართ წარმოდგენილები, როგორც ბიზნეს პავილიონში 40 კომპანიანი დელეგაციით, ასევე ძალიან საინტერესო დიზაინის ქვეყნის პავილიონი გვაქვს, სადაც გვინდოდა გაგვეცნო ქართული კულტურული მემკვიდრეობა. მოითხოვს უშუალოდ ჩინეთის სახელმწიფო ამას, რომ გვინდა აუთენტური, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ აუცილებლად წარმოადგინოთ საქართველოს რამოდენიმე კუთხე, სამეგრელოც, რაჭაც, ქართლიც, კახეთიც. გვექნება 6 დღის განმავლობაში, დღეში 2 სეანსი, ანუ 12-დან 2-მდე, 4-დან 6-მდე. აქ მომსვლელი სტუმარი, მსოფლიო სტუმარი იხილავს და დააგემოვნებს ქართულ კერძებს. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს დელეგაცია უკვე ჩამოფრინდა შანხაიში, უკვე ხვალ დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს შორის. 5 ნოემბრიდან კი სტარტს აიღებს ჩინეთის მერვე საერთაშორისო გამოფენა იმპორტის, რომელზეც საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ეს იყო შალვა სუმბაძე შანხაიდან.